გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი და გენერალური მდივანი თემურ ფიფია. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. გამარჯობათ. მოგესალმებით, გამარჯობათ. ბატონ მიხეილ, მოდით დავიწყოთ თქვენით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავაც ითხოვს რომ ნატო, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ იყოს მისი ინფრასტრუქტურა განთავსებული აღმოსავლეთ ევროპაში. პრინციპში ეს მოთხოვნა ცნობილი იყო ადრეც და აგრეთვე მისი მოადგილე სერგეი რიაპკოვი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები და ვადაც სახელდება უახლოეს პერიოდში მოხდება ეს შემოდგომის ბოლომდე და რიაპკოვი იმედოვნებს, რომ მთელი რიგი საკითხები რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის იქნება განხილული და სავარაუდოდ ალბათ შედეგებიც იქნება მიღწეული. ლაპარაკია იქ პირდაპირ ფრენების აღდგენაზე და ასე შემდეგ. ეს არის დეტალები, რომელთა შესახებაც გადაცემის ცვლილობისას ვისაუბრებ. ბატონ მიხეილ, თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა რიაპკოვი ლავროვის გარეშე განცხადებას არ გააკეთებს და თავად ლავროვი ახლა უწყების პირველი პირია, აი ის, რასაც ის ამბობს, რომ ნატოს ინფრასტრუქტურა არ უნდა იყოს აღმოსავლეთ ევროპაში. ამას ხომ უკვე დიდი ხანია რუსეთი ითხოვს, მაგრამ ძვრა ჯერჯერობით არ ჩანს. როგორ ფიქრობთ თქვენ, რა ვაჭრობაზე წამოვა შტატები ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას და დათანხმდება თუ არა ამ კუთხით რაიმე წინადადებას რუსეთის მხრიდან. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რიაპკოვის ულტიმატუმი. მე არაერთხელ მithქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ თუ რუსეთმა არ შეასრულა და რუსეთს არ შეუსრულეს ეს მოთხოვნა, რასაც ქვია რიაპკოვის ულტიმატუმი 2021 წლის 15 დეკემბრის, მე პირადად ერთი ადამიანი ჩავთვლი, რომ რუსეთმა აი ეს ბრძოლა წააგო. რაც შეეხება ბატონ ლავროვის განცხადებას, ეს იყო გაკეთებული ნიუ-იორკში, სადაც მან სხვა თემებთან ერთად, მათ შორის ახსენა რუსეთთვის მისაღებია, აუცილებელია, რომ აღმოსავლეთ ევროპა განთავისუფლდეს აი ამ ნატოს ინფრასტრუქტურიდან და დღევანდელი განცხადება ბატონ რიაპკოვის, რომ ეს მოლაპარაკებები დაიწყება ამ წლის მიწურულს, კიდევ ერთი დასტურია იმისი, რაზე ვაჭრობს რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. გასაგებია უკრაინასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მდგომარეობა, გასაგებია რუსეთის პოზიცია და მე ისე უბრუნდები აი ამ ულტიმატუმს და ნატოს ინფრასტრუქტურას არარსებობას აღმოსავლეთ ევროპაში. ეხლა ეს ნებით მოხდება სამხედრო ჩარევით, ეს მოხდება მოლაპარაკების შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეს მაინც მოხდება. მე სურვილს გამოვთქვამთ და ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდეს მოლაპარაკების შედეგად და ამერიკის შეერთებულ შტატებმა ყოფილი პოსტსაბჭოური ქვეყნები, მათ შორის ბალტიისპირეთიც, იმიტომ რომ იქ კიდე სხვა პროცესები შეიძლება განვითარდეს აი იმ დერეფანზე, რომელიც არის დამაკავშირებელი და რომლის საშუალებითაც შეიძლება მოწყვიტოს რუსეთმა ბალტიისპირეთი დანარჩენ კონტინენტალურ ევროპას, სულ პერიოდზია საუბარი, დერეფანზია საუბარი, ეს მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ რუსეთი თავის პირობას არ შეცვლის და ვინც რუსეთის პოლიტიკა იცის, შეიძლება დღეს თვლიდეს, რომ იგი აყოვნებს, ვერ შეძლებს არ შეუულია, მაგრამ ვინც რუსეთი იცის და იცის იმპერიული აზროვნება, ეს მარტო რუსებს არ ეხება, ეს ეხება ჩინეთს, დიდ ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. მათთვის 1, 2, 3, 10, 12 წელი არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია დადგეს შედეგი და ეს შედეგი დადგება ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების შედეგად, რომ აღმოსავლეთ ევროპა იქნება თავისუფალი ბირთვული იარაღისგან და ნატოს ინფრასტრუქტურიდან, ან მოხდება სამხედრო ინტერვენცია, ოღონდ არა რუსების მხრიდან, არამედ ჩვენ წინაპირობა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავად ცდილობს ევროპა ჩართოს კონფლიქტში, ცხელ კონფლიქტში. რუსეთთან და მოდით ესე ვთქვათ, ამ ევროკავშირის მოსახლეობა თითქმის 3.5-ჯერ მეტია რუსეთის მოსახლეობაზე.
მათი ეკონომიკა თუ არ ვხდები დაახლოებით 7-ჯერ მეტი არის საერთოდ რო ავიღოთ მთლიანობაში, დაახლოებით 6 და 2 და 7-მდე, ну სხვადასხვა მონაცემებით. დღეს ევროკავშირის გაცილებით მეტი საშუალება აქვს იმის, რომ რუსეთი დაამარცხოს, მაგრამ ჩვენ გავიხსენოთ ნაპოლეონის სულელობა რუსეთზე, როდესაც მთელი ევროპა იყო გაერთიანებული, შემდგომ ჰიტლერის სულელობა, რომელიც ასევე ევროკავშირის სახელი არ ერქვა, მაგრამ მთელი ევროპა იყო გაერთიანებული და როგორ დასრულდა, ძალიან კარგად ვიცით და მე იმედი მაქვს, რომ თუ რუსეთს არ დაუკმაყოფილა ამერიკის შეერთებული შტატებმა ის მოთხოვნა, რაც არის გაჟღერებული რიაბკოვის 21 წლის 15 დეკემბრის ულტიმატუმში, უკვე ამერიკის ხელდასმით, ამერიკის მიერ გაქეზებული ევროპელები დაიწყებენ ცხელ კონფლიქტს რუსეთთან. ახლა რომ გითხრათ, რომ მე მინდა, არ მინდა, რა თქმა უნდა, ადამიანს არ უნდა უნდოდეს არავითარი ომი, მაგრამ როგორც პოლიტიკაში, პოლიტიკოსები ვართ, პარტიის ლიდერები ვართ, მე ვთვლი, რომ ის რაც მოსახდენია, ჯობია დროზე მოხდეს და გაირკვეს რა მდგომარეობა. გამორიცხულია. ბევრჯერ არის საუბარი იალტა 2, იალტა 3, გამორიცხულია. სანამ არ იქნება დიდი კონფლიქტი, ვერანაირი იალტა ვერ შედგება და მთავარი დაპირისპირება უთანხმოება ამ ეტაპზე რუსეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეს არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგომარეობა. ვის განკარგვაში იქნება ეს ქვეყნები და არა იმიტომ რომ რუსეთს ძალიან დიდი ტერიტორიები ჭირდება და განიცდის ტერიტორიების სიმცირეს. უბრალოდ მას ჭირდება ეს თავდაცვითი სისტემა, აი ეს თავდაცვითი ზღუდე, რომელშიც თავის დროზე შედიოდა ბალტიისპირეთი, მერე მოდიოდა ევროპის ტერიტორიაზე, მერე ჩამოდიოდა საქართველოსთან, აღმოსავლეთი აზია, წინა აზია, შუა აზია და ეს იყო დაცვის სისტემა და მე როცა ჯარში მსახურობდი 90-იანი წლების მიწურულს 17-19 წლებში ახალ სიხეში მსახურობდი და მთავარი ამოცანა რა იყო, იცით რომ აფრენილი ნებისმიერი თვითმფრინავი ჩვენ დაახლოებით 30 წამში უნდა გვესწრებია მოსკოვში გენშტაბში რა ტრაექტორით აფრინდა და სად ვიფრინავდა და ამავდროულად იმასაც დავამატებ რომ მაშინდელი შეერაღებიდან გამომდინარე ნებისმიერი ბალისტიკური რაკეტა იქნებოდა თუ სტრატეგიული დანიშნულების შეტევა გახორციელებული საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არ მოსული საქართველოსთან უნდა ყოფილიყო განნეიტრალებული. ანუ რის თქმა მინდა რუსეთს არ ჭირდება არავის ტერიტორია, მას ჭირდება თავის ტერიტორიების დაცვისთვის შექმნას გარკვეული ბუფერი, გარკვეული უსაფრთხოების ბალიში და აი ამ ბალიშის შემადგენელი ნაწილი არის აღმოსავლეთ ევროპა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მოხდა და ამერიკის შეერთებულ შტატებმა დაუთმეს და მე ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან მოუწევს ამის გაკეთება, რუსეთი არ შევა იმ კონფლიქტში, რომელსაც თავად ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს პროვოცირება მოახდინოს რუსეთის ტერიტორიასთან მიმართებაში და ამაზე ჩვენ შეგვიძლია თავამაყრ ვთქვათ, რომ ის ბოლო განცხადებები ტრამპის მან უფლება მისცა უკრაინას მანძილზე მოქმედების იარაღის გამოყენების და რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის, ასევე ევროპელებს მისცა უფლება რომ ჩამოგდონ რუსული თვითმფრინავები. ეს უკვე წინაპირობა იმისი, რომ ევროპა შევიდეს დაპირისპირებაში რუსეთთან. ეხლა როგორ შევა, რა შედეგი დამთავრდება და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ვლადიმერ პუტინის სიტყვებს. მან განაცხადა, ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია. მე დაახლოებით წარმომიდგენია, რას გულისხმობდა თუ რუსეთი დაიწყებს, მიუხედავად იმ შიდა პრობლემებისა, რომელიც დღეს რუსეთში არსებობს. მეხუთე კოლონა როგორც სამოქალაქო სექტორში, ასევე სამხედრო სექტორში არის საკმაოდ ძლავრად წარმოდგენილი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი, თავის დასასრული. ანალოგიური მდგომარეობა იყო 30-იან წლებში და მოხდა ის, რაც მოხდა. ამიტომ მოდით ესე ვთქვათ რა, რიბკოვის, ლავროვის განცხადებები, ეს არის შეთანხმებული განცხადებები და ეს არის კიდევ ერთი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების და ეგრეთ წოდებული ცივილური ევროპის მიმართ, რომ მათ უნდა დათმონ ეს. თუ ეს არ მოხდა, მაშინ რუსეთს მოუწევს თავის ინტერესების გატარება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხაზგასმით რუსეთი არასდროს არ დაესხმება თავს ევროპას. ამერიკის შეერთებული შტატები გააკეთებს იმის პროვოცირებას, რომ რიგი ქვეყნები, მათ შორის ლიტვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩვენ ავიღებთ ჩვენ თავზე ამ თავდასხმას და რუსეთს დავამარცხებთ. როგორც ამბობენ,
კარტი ვრუკიო რუსულად არის ესეთი გამოთქმა. ნახოთ ვინვის დაამარცხებს, როგორ დამთავრდება ეს სცენარი, მაგრამ სამწუხაროდ პროცესები ისე მიმდინარეობს, რომ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ალბათ ვერ მოილაპარაკებენ აღმოსავლეთ ევროპაზე და ამერიკელების მიერ წაქეზებული, გახელებული ევროპა მოინდომებს რუსეთის თავდასხმას. იმიტომ რომ მას სხვა შანსი არ აქვს. დღევანდელი ეკონომიკას, ევროპის ეკონომიკას რო შევხედავთ, თუ არა იაფი გაზი, რომელიც უკვე მიუღებელია დასავლეთისთვის, აქაა საუბარი მთლიან რუსეთის ენერგოსისტემაზე, ენერგეტიკულ წიაღისეულზე სრული დაუფლება, მათი ეკონომიკა რამდენიმე წელიწად ჩამოიშლება. ახლა მე არ მინდა დამემსგავსო იმ პროგნოზის გამოთქმელებს, რომელიც იძახიან, რომ აი ევროპა 2 დღეში დაიშლება. არა, ევროკავშირი დაიშლება უახლოეს წლებში, მაგრამ ევროპის ქვეყნები იარსებებენ და ისინი გარწმუნებთ. შეიძლება საქართველოზე ადრე დაამყარონ რუსეთთან ეკონომიკური პოლიტიკური თანამშრომლობა. დაახლოებით აი ესეთი მდგომარეობა იკვეთება და ლავროვის აი ეს განცხადება და რიბკოვის ეს ულტიმატუმი აუცილებლად შესრულდება. თუ ეს არ შესრულდა, მე ჩავთვლი, რომ არც ჩემი პროგნოზები არის, ასე ვთქვათ, მიზანშეწონილი მოსასმენად და გასაზიარებლად და რუსეთიც იქნება დამარცხებული. კი ბატონო. გამოჩნდება უახლოეს პერიოდში საბოლოო ჯამში რა რეაგირება ექნება ვაშინგტონს ამ ლავროვის ამ განცხადებაზე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ჩემი მხრიდან ბატონ თემურ თქვენთან გადმოვალ კითხვით, რომ რუსეთში აკვირდებიან ასე ვთქვათ გამადიდებლით ამერიკის შეერთებული შტატების ყოველ ნაბიჯს, ეს იქნება ნებისმიერი სახელისუფლებო შტო, იქნება სენატი, კონგრესი, წარმომადგენლობითი პალატა, თეთრი სახლი, ყველა იმ ნაბიჯს აკვირდებიან, რა შეიძლება მოიმოქმედოს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან კარგად უწყით, რომ ის მონაცვლეობითი პოლიტიკა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არის შიდა პოლიტიკურ კონფიგურაციაში, იქნება ეს ყოველ 5 წელიწადში არჩევნები ჩემს მიერ ჩამოთვლილ სახელისუფლებო შტოებში, მოვლენიქ დემოკრატები თუ რესპუბლიკელები, საბოლოო ჯამში ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკური ვექტორი არის ერთმნიშვნელოვნად სტაბილურად მყარი თავის ექსპანსიონისტურ პოლიტიკაში. შესაბამისად, ტრამპს, როდესაც ის მოდიოდა ხელისუფლებაში და აკეთებდა განცხადებებს, რომ მალევე დაასრულებს ომს უკრაინაში, რომ ბაიდენმა არასწორი პოლიტიკის შედეგად მიიღო ანასაქმე იქამდე, სადამდეც ის არის. გამოჩნდა, რომ იგივე ის ძალები, პირობითად დავარქვათ ამას deep state, ეხლა აქ შეთქმულების თეორიისკენ არ მივდივარ, მაგრამ თუ კი ერთი ვადა მართა ბაიდენმა, მომდევნო ვადით შემოუშვეს ისევ ტრამპი, განწყობებს ხო მედია ქმნის შტატებში, შესაბამისად საზოგადოებრივ აზრსაც აყალიბებს და რიგითი ამერიკელები გაყოფილი არიან ორ ნაწილად. ან უნდათ, მოდით ასე ვიტყოდი, ერთი სეზონი, ერთი გაზაფხული იყოს ესეთი ქორი, მეორე სეზონი იყოს ესეთი მტრედი. დაახლოებით ისევე როგორც აქ ფორმირებული პოლიტიკა არის საქართველოში. ხო და აი რუსეთში ამას ყველაფერს რომ აკვირდებიან და ხედავენ რომ ტრამპი უკვე ვეღარ ახორციელებს, ვერ ასრულებს იმ თუნდაც საკუთარ სურვილებს, რადგან წნეხი მასზე დიდია, შესაბამისად იჭერენ თადარიგს აი ასეთი განცხადებებით, რასაც აკეთებს ახლა ლავროვი, იგივე ეს რიაპკოვი, რიაპკოვს უბრალოდ უფრო ეს დიპლომატიური განცხადება აქვს, რომ მოდით აი კიდევ ერთი რაუნდი მოლაპარაკებები, სადაც განვიხილავთ ბევრ სხვა კიდე რიგ საკითხებს. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, თემურ, აი თქვენ ბრძანდებოდით მოსკოვში. რუსულ მედიაშიც არის ხშირად რომ წამოვა ევროპა ომით რუსეთზე, ისევ როგორც ბატონ მიხეილმა თქვა, როგორც ნაპოლეონი წამოვიდა ერთხელ, მერე ჰიტლერი წამოვიდა, ერთმაც ცხვირი დაარტყა მეორემაც. ალექსანდრე პირველმა გაიარა ტრიუმფალური არკის თაღის ქვეშ, როდესაც დაამარცხეს ფრანგები და ბერლინში რაც მოხდა, ვიცით როგორ დასრულდა ეს რეიხსტაგის საბოლოო შტურმი. თქვენ აი ნახევრად ბაბუამ შეასრულა ეს ომის მზადების ელფერი არის რუსეთში, ემზადებიან ომისთვის. ახლა მე როცა ვიყავი ბოლოს
თუნდაც აი ახალ მშენებარე პოლიკლინიკა იყო და მასპინძელმა მითხრა რომ ეს ხო ახლა აიგო მიწის ზემოთ ან 0-ს ზემოთ აგებული რამდენიმე სართული 4 მაგდენი ქვემოთ არისო ევაკუაციის და ანუ ტენდენცია რუსეთში თუ კი რაიმე ახალი შენდება ყველაფერი საიმისოთ რომ იყოს ეგრეთ წოდებული ევაკუაცია ხარისხიანი ანუ მალევე მოხდეს მოსახლეობის დაბინავება ანუ რაღაცა ესეთი მზადების ნიშნები არის მოსკოვში მე ვიყავი ერთ-ერთ სერიოზულ ფორუმზე რომელსაც ესწრებოდა 100 ქვეყნის დელეგაცია ძირითადად კულტურის სფეროს, სპორტის სფეროს წარმომადგენლები, საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლები მე ვიყავი როგორც პოლიტიკური პარტიის სოლიდარობა მშვიდობისთვის მაგრამ ეს იშვიათობა იყო ჩვენი საქართველოსთან იყო კიდე რამოდენიმე პიროვნება ეს იყო მართლა მასშტაბური ფორუმი რომელიც საერთო ჯამში მაინც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული იყო და ფორუმს ერქვა სახელი ასე იგი მსოფლიო ხალხთა კონგრესი რუსეთში არის ასეთი პლატფორმა რომელსაც ქვია ევრაზიის ხალხთა კონგრესი და ეს პლატფორმა გაფართოვდა და უფრო მასშტაბური სახე მიიღო ამ პლატფორმამ და პირველი ყრილობა ჩატარდა აი ამ სახით როგორც მსოფლიო ხალხთა კონგრესის ფორუმი ეს ძალიან კარგია რომ საქართველოს დელეგაცია იყო იქ იყო აფხაზეთიდან დელეგაცია იყო სამხრეთ ოსეთიდან დელეგაცია ну ესეთი ქვეყნებიდან და ჩვენც იქ ვიმყოფებოდით რა თქმა უნდა ჩვენი პოზიციით მათ შორის თუნდაც ჩვენი პოზიციით ჩვენი აი ამ ორ რეგიონთან დაკავშირებით აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ძირითადად საუბარი იყო როდის როგორ დაეძლიოს სოფლიოში შექმნილი აი ეს პრობლემები რომ სოფლიო მიექანება მეტი დაპირისპირებისკენ, ომებისკენ, კონფლიქტებისკენ და რომ ამას შეუწყოს ხელი საზოგადოებრივმა მოძრაობებამ, კულტურის სფერომ, სპორტის სფერომ, სახალხო დიპლომატიამ და ასე შემდეგ. იგრძნობოდა რომ რუსეთის ხელისუფლება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას აქცევს ძალიან სერიოზულ ყურადღებას და რუსეთის გარშემო ხდება კონსოლიდაცია სოფლიოს პროგრესული საზოგადოებრივი მოძრაობების. ჩვენი მხრიდან საქართველოს მხრიდან საქართველოს ჩვენ წარმოვადგინეთ ეს არ იყო სახელმწიფო ძალა არც ერთი აი მე და ჩვენ საყდრს ვეუბნებით უკვე წლებია ქართულ ოცნებას რომ უნდა მიაქციოს ყურადღება ასეთ ღონისძიებებს მოსკოვში და იქ თავის სიტყვა უნდა ითქვას როგორც საქართველოს წარმომადგენლებმა ჩვენ სიტყვას ვამბობთ მაგრამ ბევრად უფრო სოლიდური იქნება თუ იქ ხელისუფლება წარადგენს თავის დელეგაციას. ეს რაც შეეხება მისიას, რომელიც ასე თუ ისე მე მგონია რომ სამიანზე მაინც შევასრულე. ემზადება თუ არა რუსეთი ფართომასშტაბიანი ომისთვის. ფართომასშტაბიანი დაპირისპირება აი პირდაპირ ცხელი ომი ასეთი როგორც დაახლოებით ისეთი როგორც იყო მეორე მსოფლიო ომის დროს მეორე სამამულო ომი. გერმანია ფაშისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის არ მოხდება, იმიტომ არ მოხდება, რომ გერმანია მაშინ წარმოადგენდა მართალია ბატონი მიხეილი გაერთიანებულ ევროპას, საბჭოთა კავშირი იყო მარტო, იქ გაერთიანებული ევროპა იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირს ყავდა ყოველ შემთხვევაში ნეიტრალური მხარე იყო ეს შეერთებული შტატები და ინგლისი. ევროპა დაპყრობილი ყავდა ჰიტლერულ გერმანიას. და შეერთებული შტატები და ინგლისი ჩაერთნენ ომში 1954 წელს. უკვე ბოლოს, როცა გადაწყვეტილი იყო. მათ უნდათ ბერლინის აღება თვითონ, საბჭოთა ჯარებმა დაასრეს, მიუხედავად იმისა, რომ იჩქარეს, ასე ვთქვათ, 54-ში გადასხეს დესანტი ჩვენ ვიცით ინგლისიდან, მაგრამ ვერ მოახერხეს. იმის თქვა მინდა, რომ დღეს რუსეთს უპირისპირდება ინგლისიც და ამერიკაც და მთელი ევროპაც. და უფრო უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო მაშინ. უფრო უარეს მდგომარეობაშია იმ თვალსაზრისითაც, რომ
საბჭოთა კავშირის მთელი ეკონომიკა ეს ახალი ინდუსტრიული ქვეყანა იყო და სულ სხვა პრინციპებზე იყო აგებული, ცენტრალიზებული მართვით, გეგმით, ერთიანი გეგმით და როგორც ზურგი ისე თვითონ ეკონომიკაც, ზურგი ეკონომიკაში შედის, ისე ფრონტიც ერთიანი იყო და იქ კერძო ინტერესები და კერძო მონოპოლიები არ ახდენდნენ დისონანსს აი ამ ერთიან ძალისხმევაში. დღეს რუსეთი არის კაპიტალისტური, არ არის სტალინური რუსეთი. თუმცა იძულებული გახდნენ, რომ დაემსგავსებოდნენ სტალინურ საბჭოთა კავშირს, თუნდაც სამხედრო სფეროში და სამხედრო სამრეწველო სფეროში. ეს დადებითი ძვრები არის, ეს რო არ მომხდარიყო, რუსეთს წაგებული ექნებოდა ესო. ეს ბატალიები და დონბასას ვერ დაიცავდა, მაგრამ დროზე მოახდინეს, ასე ვთქვათ, ცენტრალიზებულად აი ამ სფეროს მონოპოლიზება, ცენტრალიზება იმ წარმოებისა, ეკონომიკისა, რომელიც უშუალოდ არის სამხედრო მრეწველობა და სამხედრო მრეწველობასთან დაკავშირებული დარგები. და მიაღწიეს კიდევაც წარმატებას, მაგრამ ის რომ აღმოსავლეთ ევროპას დათმობს და ნატო იქიდან გავა, ამაში მე ვერ დავეთანხმებ, მიხეილს ყოველ შემთხვევაში ეს არ მოხდება ახლო 10 წლებულში მაინც. იმიტომ რომ ნატო და დასავლეთი არ არის რუმინეთის დამთმობი, არ არის არც ჩეხოსლოვაკიის დამთმობი, არც ბალტიისპირეთის დამთმობი, არ გავლენ იქიდან ნატო ჯარი. თუ ისეთი რამე არ მოხდა, ოდიში დათო აი მასშტაბური და ძალიან ესე იგი თვისებრივი რაღაცა, პრინციპული რაღაცა ცვლილებები არ მოხდა, ისეთი რომ მათ ისინი იძულებული გახდნენ დათმონ აღმოსავლეთ ევროპა. რიაბკოვის ეს განცხადება, ლავროვის ეს განცხადება მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ ეს არის არალეგიტიმური, რასაც ისინი აკეთებენ აღმოსავლეთ ევროპაში. რომ ნატოს ადგილი აღმოსავლეთ ევროპაში არ არის. ეს უფრო გაღმა შეედავეს პოზიცია უფრო არის, ვიდრე იმის მიღწევის ცდილობა, რომ აღმოსავლეთ ევროპა ნატოსგან დაიცალოს. რუსეთმა ეს დათმო თავის დროზე, მაშინ როცა თვითონ უნდოდა ერთიანი კაპიტალისტური, იმპერიალისტური აი ამ ჩამოყალიბებული საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ შექმნილი ერთიანი არასწორი და არასამართლიანი მსოფლიოს ნაწილი. და მიიღეს ეს რაც მიიღეს. ეს არის სიმართლე. კი ბატონო. და თქვენ ახლა ბრძანეთ, რომ ნატო არ დათმობს აღმოსავლეთ ევროპას, ანუ არ გავა აღმოსავლეთ ევროპიდან. მაგრამ ნიშნები იმისა, რომ მხოლოდ უკრაინა არ ამოძრავებს თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ბრიუსელს ერთიანად ერთად აღებულ ევროპას, ჩვენ ვხედავთ, რომ რუმინეთის დანამატად განიხილავს მოლდოვას, სადაც ახლა ჩატარდა არჩევნები და თუ ქართულ სოციალურ ქსელს და აგრეთვე აი ამ გლობალისტურ მედია საშუალებებს დაუჯერებთ, აჟიოტაჟი აქვს ატეხილი, რომ რუსეთმა მარცხი განიცადა მოლდოვაში. მე ცოტა სხვაგვარად ვხედავ ამას, აღარ ჩემ აზრების გენერირებას აქ წუჩთას არ დავიწყებ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ბატონო მიხეილ, თქვენ ბრძანდებოდით არჩევნებზე მოლდოვაში და ნუ ფაქტი გვაქვს ეს, რომ კვლავ სანდუს ხელშია ხელისუფლება, გაიმარჯვეს, ასე ქვია, დავარქვათ. თუმცა ის ფლანგი, რომელიც გამოდის კვლავ რუსეთთან დაახლოებაზე, ანგარიშს უწევს თავის რუსეთის აი ამ აღმოსავლეთ ფლანგზე გავლენას, ახლა არის ოპოზიციაში. უმცირესობაში კი ბატონო. თუმცა ახლა პარლამენტს თუ გადავხედავთ, ხმათა რაოდენობით და სადეპუტატო მანდატებით არც თუ დიდი სხვაობა არის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს პირდაპირ ასე საზეიმოთ აქვს ევროპას სანდუს გამარჯვება, თუ რაღაც პერიოდი დაჭირდება საბოლოო ჯამში, რომ რუსეთმა კიდევ თქვას თავის სიტყვა თუნდაც მოლდოვასთან მიმართებით? მე მინდა მივუსამძიმრო სანდუს ხელისუფლებას გამარჯვება. პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ როდესაც ვიყავით მოლდოვეთში, 2 კვირის წინ ვიყავით, ჩამოვით 2 კვირის წინ, ჩვენმა ექსპერტებმა, ჩემმა კოლეგებმა გააკეთეს განცხადებები, რომ თუ მოხდება
სანდუს მიერ ხელისუფლების უზურპირება და გაყალბება ეს დაუждდება ძალიან ძვირი მოლდოვას და შეიძლება იქამდე რომ მათ დაკარგონ სახელმწიფოებრიობა და მე ამაში რა თქმა უნდა ვეთანხმები ერთი უბრალოდ მიზეზის გამო რომ ეს ქალბატონი და მისი გარემოცვა შეპყრობილი არიან აი ამ ევროპული იდეით რომელიც აბსოლუტურად არ არის ევროპული ეს არის დანამატი მათ სურვილად გახდნენ რუმინეთის დანამატი და რუმინეთის პრეზიდენტი არაერთხელ ამბობდა რომ თქვენ გინდა თუ დაემსგავსოთ საქართველოს და რითია საქართველოსთან დამსგავსება ცუდი მოით ახლა შევხვდეთ ამ კუთხიდან რუმინეთში მოლდოვეთში არჩევნების გაყალბების რამდენიმე ფაქტს გეტყვით და მე რა ჩვენთან ვიჯელოთ ყველა მონაცემები თვით მოლდოვეთის ტერიტორიაზე ოპოზიციური პატრიოტული ძალები დადონის ხელმძღვანელობით იყო 52-58-ზე ნუ მათ სასარგებლოდ ასე ვთქვათ ოპოზიციური ძალების მაგრამ მოხდა რამდენიმე ფაქტს გეტყვით რა დნესტრისპირეთიდან ჩაიკეტა ორი ხიდი რომელიც გადმოსულიყვნენ დნესტრისპირეთის მაცხოვრებლები მოლდოვეთში და მიესათხმა და გაიხსნა დაახლოებით 20-25 წუთი ადრე ეს ერთი ანუ დნესტრისპირეთის მოსახლეობა ვერ მიიღო მონაწილეობა მეორე რუსეთში გაგზავნილი 10000 ბიულეტენიდან რომლის გაცილებით მეტი დაახლოებით 30-მდე 25000-მდე ადამიანი მივიდა საარჩევნო ყუთებთან რუსეთის ტერიტორიაზე და გაგზავნილი იყო 10000 ბიულეტენი. ამ 10000 ბიულეტენიდან დაბრუნებული მოლდოვეთში ცნობილი იქნა 4000. ანუ მე გეუბნებით რამდენიმე ელემენტარულ ვთქვათ მაგალითს როგორ მოხდა ეგ გაყალბება და როგორ მოხდა იმის აჟიტირება რომ აი ჩვენ ტელევიზიები რას ამბობენ რომ აი ხო ხედავთ მოლდოვეთში დამარცხდა რუსეთი მოლდოვეთში დამარცხდა მოლდოვეთის ხელისუფლება და დამარცხდა მოლდოველი ხალხი რომ მე დაახლოებით წარმომიდგენია ხა დღევანდელი ფორმატი არ მაძლევს საშუალებას იქ რა პროცესებს დაიწყებს სანდუს ხელისუფლება რას მოთხოვენ მის აი ამ გამარჯვების მიტაცებული გამარჯვების სანაცვლოდ მას რას მოსთხოვენ და დასავლეთი მათ მოსთხოვს პირველ რიგში იქ არის სოფელი კალბასნაია სხვა სახელი აქვს მაგრამ დაახლოებით ესე ჟღერს არნახული იარაღის საცავია რომელიც რა თქმა უნდა ნაწილი არის უკვე ამორტიზირებული მაგრამ ის ნაწილი რომელიც კიდე შეიძლება გამოყენებული იყოს უკრაინას რამდენიმე თვე მინიმუმ გააძლიერებს სამხედრო თვალსაზრისით ანუ რას მოთხოვენ ხვალ სანდუს რა წინადადებას მისცემენ და რაში ჩართავენ აი ეს მერე იმ ხალხის კისერზე იყოს ვინც დღეს აი ამ ავანტურისტებს რომელიც არიან იქ უზურპირებული აქ და ხელფასები ესე იგი მინისტრებს მათ თანაშემწეებს მოადგილეებს აქვთ 1/20-თან შეფარდებით მოსახლეობის პენსიებს და ხელფასებთან დაკავშირებით. ანუ პენსიების გაცემა მოლდოვეთში ზრდა არის 0.1% და ჩვენ რო ჩავედით მაშინ გითხეს რომ აი რა არის თქვენი მოსაზრება. ჩვენ მე პირადად ვთქვი რომ ევროპამ საქართველოს დაღუპა ევროკავშირი აღარ იარსებებს და თუ გინდათ იქ შესვლა ეს არის ზღაპარი და ნუ კლავთ თქვენ ინტერესებს ევროპელების ინტერესებს. ჩვენ გვაქვს 9%-ის და ხო? ნუ შეიძლება 4-5 ვთქვათ, 6 ვთქვათ, ნუ სხვა მონაცემებია, ნუ 9 ვთქვათ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული. ჩვენ ეს მხოლოდ მაშინ მივახციეთ, როდესაც რუსეთთან დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა, ღია ეკონომიკური თანამშრომლობა და გამომდინარე აქედან ისევ ვიმეორებ, მოლდოვეთისთვის ეს გამარჯვება იქნება კატასტროფის ტოლფასი. და მაგრამ ამას ჩვენ დავინახავთ დაახლოებით 2-3 თვეში. იმიტომ დასავლეთი ასე მარტივად არაფერს არ ჩუქნის. ცხვირში ამოადენს სანდუს და მის რეჟიმს იმას რაც მოხდა. და ხალხის განწყობა, ანუ ვინ მოიგო არჩევნები? არჩევნები მოიგო დიასპორამ. ბოლო მონაცემები რომ ჩამოვიდა სადაც უკვე დაწყებული იყო 9 საათი იყო დღის საათი 87-13-ზე წააგო ოპოზიცია. ანუ 87 იყო სანდუს მომხრეები 13% იყო ადგილობრივი. ანუ ვინც ევროპაშია, ის რა თქმა უნდა ხმას მისცემს ამ კურსს, მაგრამ ვინც ადგილობრივია, მათ რეალურად დადონის კოალიციამ ეს არჩევნები მოიგო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ძალიან ცუდად დაუმთავრდება მოლდოვეთს. მის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის დიდი შანსი უდგას და მის შეერთებას რუმინეთთან. სანდუზეს არ უნდა მიუსამძიმროთ, ეს ბედნიერია ამით. და ის ხელმძღვანელობა, რომელიც მოლდოვაში დღეს ეს ჩათვალეთ,
ესენი არის ევროპის და ამერიკის აგენტურა, მათი მიზანი ზუსტად ეს არის. ისინი ოცნებობენ რომ მოლდოვას სახელმწიფოებრიობა არ არსებობდეს და მოლდოვა რუმინეთის ნაწილი იყოს. მაგრამ უფრო მეტიც, ჩვენ უნდა მიუსამბრძიმროთ ეს გამარჯვება რუსეთსაც. და არც დათმობდნენ ამერიკელები და დასავლეთი მოლდოვას დღეს. რუსეთს აქვს შანსი მოლდოვაში რომ გაიმარჯვოს და კი გაიმარჯვოს ოპოზიციამ. ხალხმა კი გაიმარჯვა, მაგრამ ხელისუფლება ხო ვერ წამოიღო ხალხმა. იგივე მდგომარეობა დარჩება მანამ სანამ ოდესა არ იქნება რუსეთის მხარეს. მანამ სანამ დნესტრისპირეთზე რუსეთს არ ექნება გასასვლელი და ძალიან საეჭვოა დღევანდელი ტემპით რო ეს მოხდეს. აქედან გამომდინარე ეს მოსალოდნელი იყო რა მოლდოვას დათმობს ან დნესტრისპირეთს დათმობს დასავლეთი და შეერთებული შტატები? აი ამ კალბასნაიას კაი სახელი კი ქონია ამ სოფელს. სადაც ეს ბაზებია, რა თქმა უნდა არ დათმობს. ალყაშია უკრაინა აქედან, იქიდან. იქით რუმინეთია, აქეთ უკრაინა. ასეთ პირობებში რა არჩევნები გზიეთ. არჩევნები გზით იქ მოვა საწინააღმდეგო ძალა. გამორიცხული ამბავია. მოდი ბატონო. აქედან გამომდინარე, ჩემო მიშა არ არის ახლო იმებში ძალიან ძიმე მდგომარეობა, ესე კი არ არის, ასე არ უნდა შევხედოთ ჩვენ ამას. ეს არის მძიმე მდგომარეობა, მძიმე დაპირისპირება. ახლა ვიღაცებს იმედი ჰქონდათ, რომ ეს ალიასკაში შეთანხმება მოხდება და პუტინსა და ტრამპ-პატრუმპ შორის. ტრამპ-პატრუმპი როგორ დახტუნავს და დილით ერთს ამბობს, საღამოს მეორეს ამბობს, შუადღეს სულ სხვა რამეს ამბობს, ეს შემთხვევით კი არა, იმიტომ კი არ არის ის არის, რა ქვია, თვითონ არის ასეთ ხასიათი ასეთი. თვითონ შეერთებული შტატები და დასავლური ეს სისტემა არის ასე მდგომარეობაში. რაკთან არიციან, ცუქცვანგის მდგომარეობაში არიან. მე მქონდა მაგის იმედი და ეხლაც მაქვს იმედი იმ დაფარული მოლაპარაკებების შედეგად, რაც მოხდა იქ. უფრო მეცაც გეტყვით. ბანოთებურ, მე მგონი ჩვენ ვერც სწავლობთ ჯანმრთელები. რა რის იმედი გქონდა თქვენ? მე მქონდა იმის იმედი, რომ ამერიკა და რუსეთი მოილაპარაკებენ. რაზე? მოილაპარაკებენ სოფლიო ახალ გაყოფაზე. რო აღმოსავლეთ ევროპას დაუთმობდა შეერთებული შტატები და ნატო გავიდოდა. აი რიაბკოვის ეს განცხადება ეს საკითხი მოხსნილი არ არის დამერწმუნეთ რა. არ არის დღესასწაულიდან მოხსნილი. ამაზე არის საუბარი. დღესასწაულიდან ეს არ იქნება მოხსნილი დაახლოებით 20-30 წელი. შეიძლება 50 წელიც კი. მე მქონდა ძალიან ცუდად მოვიქეცი დაახლოებით 1-3 კვირის წინ შედგებოდა ჩინეთში ვიზიტი ბატონი პუტინის და მთელი კოჰორტა ჩავიდა მთელი სოფლიო ლიდერების ზანგეზურთან დაკავშირებით და თქვენ გადაცემაში ვთქვი რომ 99 წელი კი არა 9 წელი ვერ იარსებებს ეს ზანგეზურის დერეფანიო და ძალიან ბევრი მომივიდა იმიტომ რომ ხა დაკომპლექსებული ვარ მაინც გარკვეული ვადების დასახელებით მე მეთქვი აი 2 თვე გადაგიცდა და შენ რა პოლიტიკო რა ექსპერტი ხარ და რა პოლიტიკოსი ხარ უნდა მაშინ მეთქვა 9 კვირა ვერ იარსებებს მეთქი და ვიქნებოდი მაშინ მართალი აგერ გამოვიდა გუშინწი პაშინიანი და თქვა რომ ზანგეზურის დერეფნის თემა პრაქტიკულად დახურული არისო. ამაზეც მეკამათებოდნენ მე ჩემი კოლეგები და პარტნიორები, რომ აი რუსეთი განიდევნა და ზანგეზური. მაშინ ავთქვი, რომ სანამ რუსეთი იარსებებს, სამხრეთ კავკასიაში ვერავინ ხვის ვერ შემოყოფს. და კიდევ ერთხელ ბოდიშგიხდით, რომ 9 წელი ჩემი ნავარაუდები ზანგეზურის კორიდორის დერეფნის არსებობისა, თურმე 9 კვირას ვერ იარსება. და აგერ მე ხვარო პაშინიანმა თქვა. არა აქაც მე მინდა ეჭვი შევიტანო ამ მე ფაქტებს გეუბნებით ფაქტების უკან დგას ესე მდგომარეობა რომ ეს დროებითია მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ პაშინიანი ევაჭრება აზერბაიჯანულ მხარეს და ამერიკასაც ან ის მიიღებს იმას რაც უნდა აი მდგომარეობას რომ თვითონ გააკონტროლოს იქა შიდა პრობლემები აქვს მაგას ახლა ზანგეზური ფაქტიურად ოკუპირებულია აზერბაიჯანის და თურქეთის მიერ აი ამ შეთანხმებით, ხო? ტრამპის ის რო დააყენეს. ეს არ უნდა მაგაზე, ეს პრობლემებს შეუქმნის მომავალ არჩევნებში, მომავალ წელს. ხო, მაგრამ მოსკოვში ჩავიდა უყურე. ეს რომ მიიღოს, დაუშვათ თუნდაც სიტყვაზე ვიძახე. მიიღოს ის, რასაც ამბობს, რომ ზანგეზურის კორიდორს გააკონტროლებენ სომხური მხარე. სრულიად მშვენივრად დათანხმდება მაგას. სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი დღეს მდგომარეობით საერთო ჯამში არის განდევნილი. როგორც სამხედრო პოლიტიკური ძალა რო არ იყოს ცხინვალში ბაზები და რო არ იყოს აფხაზეთში ბაზები და ის ბაზა რომელიც გიუმრიში არის რა ის ალღაშია ფაქტიურად რუსეთი განდევნილია აზერბაიჯანიდან განდევნილია შეიძლება კითხვა საქართველოსდან განდევნილია შეიძლება კითხვა
და ერთ წუთით და სომხეთინაც განდევნილია. შეიძლება კითხვა. ასე რომ ეს 4-5 წელი როგორც მინიმუმ ეს მდგომარეობა გაგრძელდება. სხვა ამბავია რომ სამხრეთ კავკასია და რუსეთი 200 წელია დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან. კულტურულად, მორალურ პოლიტიკურად, აი რელიგიურად, ეს სხვა არის. ჩვენ ვართ ერთიანი სივრცე. საბოლოო ჯამში აქედან რუსეთის გაგდება და მოშორება აქედან ძალიან ძნელია. სხვა ამბავია რუსეთის ამას არ შეურიგდება, მაგრამ რუსეთი იმას უნდა შეურიგდეს, რომ მან უნდა განსაზღვროს გრძელვადიანი ნაბიჯები. ძალიან სერიოზული, ძალიან ფრთხილი ნაბიჯები, თუნდაც საქართველოსთან დაკავშირებით. აი ესეთ ხისტი არ უნდა იყოს რუსული მხარე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. ბაუნდავით, აი მომიტევეთ. ერთ კითხვას დაუსვა ბატონ თემურს და 1918 წლებში, ნუ 18-19 ავიღოთ. რუსეთი განდევნილი იყო თუ არა კავკასიიდან? როდის? იმ პერიოდში. კი, 18 წელს განდევნილი იყო. რამდენ ხანში დაბრუნდა? მაშინ არა, მე კითხვა დაგიწყდა, არა. წინაპირობა არ მინდა. კი ბატონო. რამდენ ხანში დაბრუნდა? მაშინ ის იყო საბჭოთა რუსეთი. რუსეთის ხელმძღვანელობაში იყო სტალინი. ჩვენ არ ვიცით რა პროცესები. ორჯონიკიძე. ჩვენ არ ვიცით რა პროცესები მიმდინარეობს რუსეთში. და ვლადიმერ ლენინი, რომელიც არ უყვართ სხვაგან და რუსეთი მაშინ სულ სხვა მდგომარეობაში იყო. თქვენ რა გარანტია გაქვთ, რომ რუსეთი უახლოვეს რამდენიმე თვეში არ ამოტრიალდეს და არ მივიდეს იმ მდგომარეობაში იყო მაშინდელი? კი ბატონო, მაგრამ რითი გააგეთებს ამას საქართველოში რა აქვს რუსეთს? არა, მე კითხვა დაგიწყდა. ეს ხელისუფლება და ქართული ოცნება არის? არა, ბატონო, მე თუ პრორუსული ძალა არის ქართული ოცნება? ღმერთმა დაიფარო ზასლაპარაკოს. ისინი მივლენ იქა რუსეთიდან, როგორც ფაქტი ჩინეთის იმპერატორის შვილი. ისინი წავლენ და ესე იგი დადებენ სტრატეგიულ ხელშეკრულებას სარგებლობაზე. ამის გამკეთებელი არის ქართული ოცნება. ჩემო მეგობარო, კითხვა დაგისვი. 1918 წელს განდევნილი იყო თუ არა რუსეთი კავკასიიდან? იყო. თქვენ დამეთახვეთ მე მგონი. აი როგორ შემოვიდა მაშინ რუსეთი? არა, მაგას ნუ გავუწევთ. რა ვთქვია, მაშინ კონკრეტულად გამოსულა. რითი შემოვიდა? ნუ შევაშინეთ. რა შემოვიდა? ვინ შემოვიდა და როგორ შემოვიდა? ნუ შევაშინეთ. ჩვენ მოსახლეობას ნუ შევაშინეთ. ახლა პანიკაში ნუ ჩავაგდეთ, მაგრამ პანიკაში არ ვაგდებ, ვინ აგდებს პანიკაში? არა, მე ჩემ თავზე უნდა როგორ დაბრუნდა მე. მე ვცდილობ რეალური სურათი, აი ჩემებურად გავხსნა. შეიძლება არა ვარ. მე ბატონ დავით ბოდიში უნდა მოვიხადო პოლემიკაში შევედი ჩემ კოლეგასთან და მეგობართან. ბატონ გაიღიმა ჩემ მხარეს. არა, მართა ღმერთმანი არავის მხარეს არა ვარ, უბრალოდ მე ჩემი სუბიექტური აზრები მაქვს ამასთან დაკავშირებით ამ მომენტებთან. და მყარად გამჯდარი იქიდან გამომდინარე რომ ვიცი დღევანდელი რუსეთი მეტნაკლებად. რუსეთი დღეს არის ნამდვილად წმინდა კაპიტალისტური ჩამოყალიბებული მენტალობით ქვეყანა, სადაც არ შეინახავენ, კი აქვთ იდეაში ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრები, უფრო მეც გეტყვით, არა თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრები, არამედ რუსეთის იმპერიის დროინდელი საზღვრები, რომელიც გაცილებით უფრო ვრცელი იყო ვიდრე საბჭოთა საზღვრები. და რუსეთი არ შეინახავს სხვა ეთნიკურ შემადგენლობის მქონე თუნდაც ყოფილი რესპუბლიკების მოსახლეობას. ანუ მუქთამჭამელები აღარ ეყოლება. ნამდვილად, თუ არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ისინი არა ხისტი ძალის მეშვეობით, აი დღეს როგონია ხალხს რომ არიქა თუ რუსული ტანკი აქ შემოვა, უცებ გადალაგდება ვითარება და ყველა ისევ რუსეთის მზის დაფიცებას დაიწყებს. რუსეთში ძალიან კარგად ესმით რომ ეს არ მოხდება. ამაზე თავის დროზე ჯერ კიდე სუსლოვი მიუთითებდა. ხო და იმ შემთხვევაში წამოვა უბრალოდ ესეთ უფრო პრაგმატულ პოლიტიკაზე თუ დაინახავს რომ აქედან საქართველოსთან დადგება დღის წესრიგში ეს მოთხოვნა. რომ თუნდაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხში დაიწყონ პირდაპირ საუბარი რუსეთთან. ხლა სოციალურ ქსელსაც ვაკვირდები და იმ ტენდენციებსაც რა მოლოდინებია განსაკუთრებით ახალთაობაში. ვინც მეტნაკლებად უფრო პრაგმატული აზროვნებით გამოირჩევა და არა ის ნაციონალური მოძრაობის ეს მაშინდელი ნარატივი რომ არიქა აქ უნდა მედგრად არიქა ხიშტებზე ვიყუროთ, უნდა დავიცვათ მიწაწყალი, თუ საჭიროა ვიომოთ, როგორც ეს ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, არამც და არამც. და რაც შეეხება ქართულ ოცნებას, აი უბრალოდ ესეთი არჩევანი აქვს გაკეთებული. აქვე ხაზგა უსმევდა ყაველაშვილის სიტყვას გაეროში,
რუსული მედიაც თარგმნის ამას და ამბობს, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს ესეთი პრაგმატული პოლიტიკა, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ის ან პრორუსულია, ან პირდაპირ ესეთი ამ გაგებით აპირებს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, თუნდაც აი ამ კონფლიქტური რეგიონების შესახებ. რა უშლის ხელს? ხვალო შეიძლება ამაზე ლაპარაკის დაწყება. რატო დაგელაპარაკოს, ბატონო დავით? რატო? ამას გულისხმობ ზუსტად. შენ რა გააკეთე 33 წლის განმავლობაში? იმის ფასი რომ შენ რუსეთი გენდოს, როცა აფხაზეთის დაკარგვის წინა კვირას კიდე გეუბნეო და შემოვიყვან ორ დივიზიას, გაგაშორუშორებ აფხაზეთთან, შეგინარჩუნებ კრინიკას და შევანაძემ ყველაფერი გააკეთა. იმისთვის, აგერ ინტერვიუს მედი ბატონი ირაკლი ბათიაშვილის მე ხო არა ვარ ახლა ბაში ირაკლი მინისტრი იყო, მე ვიყავი თანაშემწე, ხო, სპიკერის. კაცმა თქვა, პირველივე ჩვენი შესვლა აფხაზეთში უკვე წამგებიანი იყო, უკვე განწირული იყო, ახლა ის მინისტრი იყო, ხო? ნუ მეც რაღაცა ინფორმაცია მქონდა, ხო, 3-4 კაცი ვიყავით მაშინ აპარატი. მეც მქონდა ძალიან ბევრი ინფორმაცია, რაც შეიძლება ბატონი ირაკლის არ მქონდა. მაგრამ კიდე გეუბნებით, რატო უნდა მოგცე შენ რუსეთმა ის, რომ მე ხვალ ისევ გამოძღე მაპატიე, დაიბანო, დავარცხო, სახლები აიშენო და ისევ დედის გინებით გააგდო აქი და რატო გეკითხები, რატო? 800 პირველში გადაგარჩინა, 21-ში ქვეყანას დაგამსგავსა, ყველაფერი შეგიქმნა და იმის მაპატიეთ რა, იმის კაცობა ვერ იპოვა ქართველმა ეროვნულ ამოძრაობამ, რომ მადლობა ეთქვა რუსეთს და ეთქვა, რომ რუსეთო, შენს დედა გიტირეს, მეც დედა მიტირეს და რაც ამდენი წელი ვიყავით, რუსეთი ზუსტად ისე იქცევა, როგორც უნდა მოიქცეს. შეიძლება სხვა უფრო სულად მოქცეულიყო. ეხლა ძალიან ხოთ ამ კეკლუცობას მოურჩეთ ბატონო დავით რა. რატო არავინ აღარ აჭმევს. არავის აღარ აჭმევს რუსეთი. გამორიცხულია და ვინმეს ილუზია არ ქონდეს, ჩვენ პრორუსულებს ხო გვეძახიან, ეხლავე გეუბნებით. ხოლო თანაბარი ურთიერთობა, ხოლო ურთიერთი ინტერესების გათვალისწინება. მორჩა ის ლაფა რო იტყვიან, ნახალяву, ничего не будет. დამთავრებულია. მქონდა ჩვენ ხალявა და დედის გინებით გავაგდეთ აქედან რუსეთი. რუსეთს საკმაოდ კარგი მეხსიერება აქვს, იმპერიული მეხსიერება და კარგად ახსოვს. და ბევრჯერ მქონია ამ თემაზე საუბარი რუსეთის მაღალჩინოსებთან, როგორც 90-იანებში, ისე 2000-იანებში და 10-იანებში. და აფხაზეთისა რა ქვია 2008 წლის ომის დროს საელჩოებთანაც და მაღალჩინოსებთან. მოვრჩეთ მაიმუნობას. 32-35 წელი ერი მაიმუნი გავხდით. დღეს კიდე დარბიან მოსკოვში. დენი მაგათი, ბენზინი მაგათი, ხორბალი მაგათი. კიდე და იმი არ კადრულობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ერთი კაცი მაინც გააგზავნოს ოფიციალური პირი და ჩვენ აქ არ მამატიეთ და საქართველოს სახელი რამდენიმე 5-6 კაცი არ გამოვდიოდა. მიზეზი რა არის ბატონო მიხეილ? მიზეზი არის კარიერიზმი, მიზეზი არის ფული და მიზეზი არის ევროპისკენ კიდე ყურება. აი როგორც კი დამთავრდება ეს ევროპისკენ ყურება, აი მაშინ დამთავრდება აქ და მაშინ დადგება აქ რეალობა. კორექტივებს შევიტანდი ევროპისკენ. მაპატიეთ უკვე ამოვიდა კალშეს მაიმუნობა. ევროპისკენ ყურება. რა? ევროპისკენ თუ ვაშინგტონისკენ? ვინც მისცემს რაღაცას? ვაშინგტონისკენაც იყურებია, მაგრამ ევროპა რას მისცემს, არავის არ გაუყონებს. ჯელოდით ჩვენ ტრამპი და ამ ტრამპი მარტო ხო არ გებულობს გადაწყვეტილებას იქ ღებულობ საქართველოს მემართ თუნდაც იქ მთელი სისტემა იმისთვის რომ გადაწყვეტილება მომზადდეს. და მე არ ამგონია რომ ქართული ოცნება ქართულმა ოცნებამ მოახერხოს ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციასთან გარიგება და შეთანხმება. ისინი აუცილებლად ბოლომდე წავლენ და ქართული ოცნების მოშორებას მოინდომებენ და აი ამაზეა საუბარი მიშა. ისინი ტანკებით აქ არ შემოვლენ და არც უნდა შემოვიდნენ. რატო უნდა შემოვიდნენ? რატო? ესენი იქ მიმსვლელები არ არიან. პაკანი პრისპეჩით როგორც იტყვიან. აქედან გამომდინარე ეს არის ისე არ მოხდება როგორც 1921 წელს მოხდა. არა, არ მოხდება და არც უნდა მოხდეს ბატონო თემო. ამაშია საქმე. ამიტომ ვამბობ რომ ეს ცოტა ისეთი პროცესები წავა. ისეთი პროცესები რომელიც გაგრძელდება ცოტა დროში გაგრძელდება, მაგრამ საქმე იმაშია რომ ჩვენ დრო არ აგვაქვს. საქართველოს დრო არ აქვს. თუნდაც აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. ჩვენ დრო გვაქვს. ჩვენ დრო არ აქვს. რაც მეტი დრო გადის, დაკარგულია ბევრი დრო. მით უფრო გშორდება ეს რეგიონი. მით უფრო ნაკლებია შანსი რომ ჩვენი მოსახლეობა იქიდან გამოდევნებული იქ დაბრუნდეს, ღირსეულად დაბრუნდეს და იქ ერთად აშენონ ერთიანი დაუშვათ მშვიდობიანი აფხაზებთან და ოსებთან
ერთად ამას ვამბობ, იმიტომ თაობა რო იცვლება, აი ჩვენი თაობების, აი ვინც იქიდან გამოდემდეს, არა? ახალი თაობა აქ არის დაბადებული, აქ არის გაზრდილი. ძალიან დროსთან ერთად მცირე რჩება ის ხალხი, რომელიც იქ დაიბადა, იქ გაიზარდა, იქ აური. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო ასე? აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიჩქაროთ. ჩვენ უნდა რუსეთს ვინ ჩვენ? მე თქვენ და კიდე რამდენიმე კაცმა? ქართველებმა, ამაზე არ უნდა ამ ქართველებს, მაგრამ ბოლთემურ ერი არ არის ადეკვატური. ამის გამკეთებელი არ არის. ახლა მოიგებენ არჩევნებს და კიდე იფიქრებენ, რომ თავი ქუდში აქვთ. თუმცა არ ამგონია იფიქრონ, იმიტომ რომ ხო ხედავთ, როგორ დაძაბული ვითარება არჩევნების წინ. ბომბებზე ალაპარაკდნენ. იქ ის გამოხდა ეს არანორმალურია მგონი ეს ნაციონალური დღეს ვინც დააკავებს. აი გუში რო უსმინე მაგის გამოსვლას 500 წერტილი გვაქვს ჩვენ რომელიც ამოქმედებაო და ვერ გაუძლებს ქართული ოცნება და ხელისუფლებაო და ერთ-ერთ მაინც გაირღვეო და მოვდივართ ხელისუფლებაში პირდაპირ დამხობისკენ მოუწოდა ახალგაზრდობას და მოსახლეობას დღევანდელ ხელისუფლებას და მე ველოდი რომ აიყვანდნენ და აიყვანეს კიდევაც. ხო ის კაცი რა გვარია მეგრული გვარია ხარა მე მგონი. ხო ასე რომ დაძაბული ამას რომ ბედავს მარგინალიზირებული ოპოზიციის წარმომადგენელი რომელსაც თავი შერწყენილი აქვს, რომელსაც მომხრები არ ყავს, მომხრე ყავს აი მცირე ნაწილი 10-15%, ხო, მაქსიმუმ. ამას რო გიბედავს, ეგ ცუდადაა საქმე, არ არის კარგად საქმე, ხო? ბატონ თემურ. ერთი კი არ ბედავს ამას, რამოდენიმე ბედავს. ბატონ თემურ, აი ამ სტუდიაში, ჩვენ ჩართვებში, შარშან ამ დროს, როდესაც იყო საპარლამენტო არჩევნები, რუსულ არხებზე ვერ ვთვებოდით. და მე ერთ-ერთ არხზე განვაცხადე, რომ საქართველოს თუ გადარჩა და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასავლეთმა არ მოაწყო სისხლის ზღვა, ეს იყო მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი ძალიან გამალებული, ასე ვთქვათ, მახვილი თვალით აკვირდებოდა და ნაბიჯი მარცხნივ დამთავრდებოდა სხვანაირად. დღეს გამომდინარე იქიდან საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართო. ალბათ აკეთებთ. მე იმედი მაქვს, რომ აკეთებთ. თუ არ აკეთებთ ამ ხიდს რუსეთთან და აი ეს პროვოკაციები, რომელიც ახლა აი საკრებულოს წევრმა გააკეთა და ეს მათ თავშია და ღმერთმა დაიფაროს 500 კი არა 7 წერტილი რო გაშთეს თბილისის გარშემო ცხელი წერტილი და რაღაც უბედურება მოხდეს ესენი ხელისუფლებას დაამხობენ ქვეყანას დაამხობენ აი ზუსტად მაშინ დადგება ჩემო ბატონო დავით და ჩემო ბატონო თემურ ის პერიოდი რომ რუსეთი ბევრჯერ მიგას აი ესე დაждდება ერთი თვე ორი თვე სამი თვე შემოგხედავს აი კომბლებით რო დავერევით ერთმანეთს აი ველურებივით 35 წელი ერი დარბის რუსთაველზე ბარბაროზა ველურებივით დავბივართ ჯოს და გაუმარჯოს და რაღაც უბედურების ყვირილში მეუბნება შენ ზვიადისტები არ გიყვარსო ზვიადისტები არ მიყვარს იმიტომ რომ მათ ქვეყანა დაღუპეს მათი არაადეკვატურობა გაუნათლობა მარტო ზვიადისტები ეროვნული მოძრაობა ეს კგბ-ს ერთი ფთის და რომ მარტო ანტიზვიადისტები ვარ და აი მე ანტიზვიადისტები კი არა ჩემო თემურ გეხოცებით რა მოვჩეთ ამ მაიმუნობას რა ყველა ადამიანი რომელიც იღებს პასუხისგებლობას ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე უნდა აგოს პასუხი მე შეიძლება ძალიან მიყვარდეს ჩემი ნათესავი მაგრამ საოპერაციო მაგიდასთან მე მას ოპერაციას ვერ გაუკეთებ ძირმაგარას ვერ ამოვუკეთ იმიტომ არ ვიცი და თუ მივედი ძირმაგარის ამოსაკვეთად უნდა თავში ჩამარტყან და გავამაგდონ იმ საოპერაციოდან მე ვერ დამაბროსო მე ჩემი ნაცავი არ მიყვარს მაგრამ არ ვიცი ესე დაატირებული საქმე ასევე არ იცოდნენ იმ ეროვნულად შეპყრობილმა ხალხმა ბევრი მართლა იყო ბევრმა აღიარა მე ველოდები 99% ეროვნული მოძრაობის რო აღიარებსო ჩვენ შეგვასწინეს და მოვჩეთ მარაზმს ერი მარაზმშია და აქედან თუ არ გამოვედით ჩვენ დავამთავრებთ აი რას თქვენ თქვით ჩვენ დავამთავრებთ როგორ იცით მუხლებზე ჟირინოვსკის სიტყვები რატო უნდა გამართლეს რატო უნდა ჟირინოვსკის სიტყვები ნამდვილად არ უნდა გამართლდეს ხო და რატო მომისმენ რატო აკეთე იმას რომ ეს გაამართლებიო მიდი ბიჭო როცა გეუბნებიან ბოდი შამ გამოთქვაზე როცა სუფრასთან მეძახი უნდა მოვიდე მე რომ მომშივდება უკეთეს შემთხვევაში აი ნარჩენებზე დამპატიჟო უარეს შემთხვევაში სამზარეულოში გატანილი ნარჩენები მაჭამონ ეს არის ზმაო პოლიტიკა და რომელ ევროპასთან მიდიხარ რომელიც გაქრება მალე ევროკავშირზე მაქვს ლაპარაკი რომელ ამერიკასთან მიდიხარ რომელიც აბსოლუტურად ადეკვატური აღარ არის და ომისკენ მოუწოდებს ევროკავშირს რომ ეომე რუსეთს და მე შენ მოგყიდიო კი არ გაჩუგებ მოგყიდი იარაღსო ამათან გინდა შელაპარაკი და დღეს საქართველოს ხელისუფლება
უნდა გამოვიდეს და ალიევზე რო ამბობენ რომ დიდი პოლიტიკოსიაო და ვეთანხმები ძალიან ბევრ რამეში. ალიევმა რა თქვა? მიმიფურთხებია თქვენი ევროკავშირისთვის, მიმიფურთხებია თქვენი ნატოსთვის. ეს უკვე საკმარისი იქნება, სანამ კონსტიტუციიდან ამოვიღებთ ჩვენ ამ სამარცხვინო დამამცირებელ რამეს. აი ამ ჩანაწერთან დაკავშირებით ახლა მახსენდება ძალაუნებურად თურქეთის მდგომარეობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამამულო ომის შემდეგ, როდესაც თურქეთის ხელისუფლება ზუსტად ასეთი პოლიტიკა ჰქონდა, არც იქით, არც აქით. საქართველოს შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად ასეთ მდგომარეობაში, როდესაც აი ეს გეოპოლიტიკური გადანაწილება მიუახლოვდება თავის კულმინაციურ მომენტს. რაც შეეხება აი ამ კონფლიქტურ რეგიონებს, ახლა თუ მართლა რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გასაღები დევს მხოლოდ და მხოლოდ კრემლში, კონკრეტულად კრემლში, სტერეოტიპად ყალიბდება თუნდაც არა ნაცური მენტალობის ახალ თაობაში, რომელიც უფრო პრაგმატულად აზროვნებს და მოქმედ ხელისუფლებასაც უჭერს ხელს, მხარს, რომ იცით, დაველოდოთ, დრო ჩვენზე მუშაობს. პირდაპირ ხელისუფლების პირველი პირების განცხადება არის, რომ ჩვენ ახლა შევინარჩუნოთ ეს ვითარება, რაც სააკაშვილის დროს ეს ავანტიურა იყო 2008 წელს, ახლა ესეთ პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას. მაგრამ ეს მშვიდობა აი ამ განსაზღვრებით, როგორც ამას აცხადებენ, შეიძლება იყოს მოკლევადიან პერსპექტივაში ან საშუალოვადიან პერსპექტივაში. არავითარ შემთხვევაში გრძელვადიან პერსპექტივაში. იმის იმედები, რომელიც უკავშირდება აი ამ დერეფნებს, ჩინეთთან მოძრაობას, ევროპაზე კაბელის გადებას, ეს ყველაფერი კარგია. ორივე ხელი ამიწევია, ნამდვილად კარგია. მაგრამ აქაც რო დადგება კულმინაციური მომენტი, დივერსიები, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს იქ სპეციალური დანაყოფია ამისი, ჩვენ გვახსოვს აქ 90-იან წლებში რა ხდებოდა, რო იწვებოდა მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელები. თუ რუსეთისთვის საზღვარზე ეგზისტენციალური პრობლემა იქნება, თქვენ ახსენეთ ზანგეზურის კორიდორი, ზანგეზურის დერეფანი. პაშინიანს სომხური სიტყვა არის თრცნუმა, ანუ აჟრიალებს სიტყვა ზანგეზურის კორიდორიდან. ალიევმა ახლაც განაცხადა გაეროში, როდესაც გამოვიდა, რომ ზანგეზურის კორიდორი დერეფანი უნდა შევიდეს, ანუ სიტყვა ზანგეზური სომხებს რო ესმით, ეს ნიშნავს სომხეთის ტერიტორიის დაკარგვას აი ზუსტად ამ მონაკვეთში. ასეც აი ტრამპთან დადებულ შეთანხმებაზე მაქვს ლაპარაკი. პუტინმა რო დაიბარა და ჩავიდა პაშინიანი იქ მოსკოვში, აი ასე იჯდა პუტინი. და ჩვენ ვნახეთ როგორ შეიცვალა უცებ ვითარება. აი ამ ტრამპთან დადებული ეს გარიგება ამ ზანგეზურთან დაკავშირებით, არ ვიცი, ახლა ვერ ვიტყვი ჩაილურის ჩაიდალია, მაგრამ ჯერჯერობით შეხარებულია სიტუაცია. ზუსტად ამას გულისხმობ მე საქართველოს პერსპექტივებში. მოკლევადიან, საშუალო ვადიანში რაც ხდება გადასარევია. ანაკლიის პორტის და დაწყება დიდი შესაძლებლობები ჩინეთი, აღმოსავლეთ ევროპა ასე შემდეგ, მაგრამ გეოპოლიტიკურად შეიძლება ისე შეიცვალოს ყველაფერი, რომ ეს ამად არაცლიან დათო, ამდენ მშვიდობიან ნათქვამს არაცლიან, ამად გადაატრიალებენ. გეტყვით ჩემ ვერსიას. ახლა ოცნება მოიგებს ამ არჩევნებს, თვითმმართველობის არჩევნებს. თუმცა ტრამპს, როდესაც მოუწევს, თან ჩვენ ხო ვხედავთ პირდაპირ პირველი პირების განცხადებას, ელოდებიან, რომ აი გულის ფანცქალით ელოდებიან ტრამპიდან წამოსულ დადებით მესიჯებს ხელისუფლებასთან კონტრიბუციის თვალსაზრისით. მაგრამ შიდა ამერიკულ ელექტორატში, როდესაც ტრამპს მოუწევს უკვე წინასაარჩევნო პერიოდი, საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო, როდესაც დადგება და იქ აი ეს deep state-ი გადაწყვეტს, რომ აი ამ 5 წლებში, როგორც საბჭოთა დროს რო იყო 5 წლედები, იქ ხომ ელექტორატსაც აჯანჯღარებენ. დღეს საგარეო მიმართულების წარმატებებისთვის გჭირდება ტრამპი, 5 წლის მერე ტრამპი აღარ გჭირდება, ბაიდენისეული გჭირდება ვინმე, ამ დაგვარი. იქ იტყვიან, რომ იცი რა, ბატონო დონალდ, თქვენ დღეს წააგეთ, თელი მედია CNN-დან დაწყებული, CBS-ი დამთავრებული იტყვის, აი ზუსტად ამ ფარვატერში იქნება ქართული ოცნება. დღეს ხვალ ის 4 რიცხვში ის მოიგებს. პირდაპირ გეუბნებით. ოცნება მოიგებს, მაგრამ ზუსტად აი იმ ვადამდე, როდის გადაწყდება შტატებში იქ ბედი. დაახლოებით ასეთია რეალური სურათი. ამიტომ ვამბობ, რომ ეს მაჟორული განცხადებები არის საშუალო ან მოკლევადიანი და არა გრძელვადიანი. ჩვენთვის რა უნდა იყოს პრიორიტეტი?
თუ ჩვენ პატარა ქვეყანას გვაქვს დიდი ამბიცია და ეს პრევალირებს ეს დიდი ამბიციები. ყველანაირად დაუჭერდი მხარს საქართველოს რო იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ხელა და ბერკეტების მქონე, ინდოეთის ბერკეტების მქონე, ჩინეთის ბერკეტების და რუსეთის ბერკეტების. აქ უკვე სხვანაირად ერთად თუ ცალ-ცალკე აღებული. გნებავთ ცალ-ცალკე, გნებავთ ერთად ბატონო მიხეილ, მაგრამ მაყურებელი მიმხვედრი მიხვდება ჩემს სათქმელს. ცოტა გავიცინოთ, თორემ მძიმე ამბები გველის. ხო, ნუ ასეთი არის არჩევნები ტარდება ძალიან მძიმე ფონზე, ეს ფაქტია. მე მახსენდება არჩევნები 95 წელს რო ჩატარდა შევარდნაძემ და თავის თავზე თავდასხმის ორგანიზება რო გააკეთა და სხვებს რო დააბრალა მერე. თავის ყოფილ კი არა იმ მომენტში უშიშროების მინისტრს თანამებრძოლებს და აი ამ ფონზე მოხდა მერე არჩევნები და მოქალაქეთა კავშირმა გაიმარჯვა. თავის თანამებრძოლებს და თავის მინისტრს დააბრალა ეს, რომელიც აქ არ იმყოფებოდა საქართველოში, იყო თურქეთში. და იქიდან გაუკეთებია ესე იგი ეს. და აი ამ ფონზე ჩატარდა ძალიან მძიმე ფონზე ჩატარდა ეს არჩევნები მაშინ. დაახლოებით იგივე სიტუაცია ახლაც. მძიმე ფონია, იმიტომ რომ მძიმე სოციალური ფონია. ქართული ოცნების ერთადერთი შანსი რომ დასტაბილურდეს მდგომარეობა, აი შიგნით რა ხდება, ხო ხედავთ, ერთმანეთს დაერივნენ. და ახლა ნახეს რომ თურმე ამხელა კორუფცია და შეუჭამიათ ქვეყანა რა. ამათ. ესენი იყვნენ ყველანი ხელისუფლებაში. მე ხო არ ყოფილვარ ხელისუფლებაში. ესენი იყვნენ ხელისუფლებაში. ქართული ოცნება. და ეს მდგომარეობა დამშვიდდება, დაწნარდება თუ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდება. თუ ხალხს მიხედავენ. თუ ესე იგი მოხდება ძირეული ცვლილებები ეკონომიკურ პოლიტიკაში, თუ მოხდება შემოსავლების გადანაწილება. აი ბოდიში არ მინდა სიტყვების თქმა, რომ აი ცხოველებით რომ მიადგნენ, ცხოველებით ამ ბიუჯეტს და ამ ქვეყანას. თქვენია ეს ქვეყანა? ჭამთ, სვამთ, გაძეხით, გასკდით და ხალხი მშიერია მასიურად. იქ ევროპაში რო არის, ჩვენი ქალები ძირითადად რომ მუშაობენ, წელებზე ფეხს იდგამენ და თავიანთ ოჯახებს აქ ახმარენ იმ ფულს. ზოგს კიბე დაემართა, ზოგს უმძიმეს მდგომარეობაში ხალხი. რატო გიპირისპირდებათ ისინი? ზუსტად ამ მდგომარეობის გამო. რომ ერთეულები მდიდრდებით, ერთეულები. იმ ნაცებთან ერთად, რომლებსაც ბიზნესები შეუნარჩუნეთ და ძირითადი მასა მშიერია. მათი მდგომარეობა არ უმჯობესდება. 40-45 ლარით მომავალ წელს იზრდება პენსიები. რა არის 40-45 ლარი ბაზარში ვერ შეხვალ. იმაში სამგორის ბაზარში, ნავთლუღის ბაზარში კარტოფილი ღირს ლარ ნახევარი ახლა. ის რა ქვია, 3.5 ლარი ღირს ყველაზე აი მცირე ფასი არის ხილისა. 4 ლარი ღირს ვაშლი. ვინ იყიდის? ქლიავი ღირს 3.5 ლარი. ხორცს ვერ ყიდულობს ხალხი, მეც ვერ ყიდულობ ხორცს. ბატონო მთავრობის წევრებო და ბატონო პრემიერ-მინისტრო. თქვენი კაბინეტის ხდომა რო არის, აი ეზოში რომ მანქანები შემოდიან, აი მას გადახედეთ, ან თქვენ თანაშემწეს ან ვინმეს გადაახედიეთ და რა მანქანები დგას ამ ეზოში. ნუ თუ არ შეიძლება რომ 200-300.000-იანი, 200.000-იანი, 180.000-იანი მანქანის გარდა, მაგივრად. 20.000-იანი, მე იმას არ ვამბობ, რომ დანგრეული მანქანით უნდა იაროს მინისტრმა და ჩინოვნიკმა. თუმცა 80% ავტოპარკის სახელმწიფო სასამსახურება არის გასაუქმებელი. არ არის აუცილებელი მინისტრის მოადგილეებს იმ ხელფასები აქვთ, რომ საკუთარი მანქანებით შეუვლიათ სიარული. გადახედეთ კანცელარიის ეზოში მე ხშირად უყურებ, რა მანქანები დგას. აი ეს ხალხი მშიერი ადამიანი რომ ამას უყურებს, თუმცა ამ ადამიანებზე ახია. იცით რატომ 99 წელს გამძღარი ერი რო ატყდა. მე ამას ვერ ვაპატიებ ჩემ ახლობლებს და ჩემ ათესავებს. ეს მოიტანა ამან. როდესაც კომუნისტების დროს ერთი შავი ვოლგები ყავდათ, ისეთ შავი ვოლგა ყავდა მე ჩაიესაც, მე ფოლადესაც, ნებისმიერ წარჩინებულ მუშას, კოლმეურნიოს ყავდა 24. არ იყო ესე? 07 მაინც ყავდა, სუ მინიმუმი, ხო? თავისი შრომით ნაშრომი, ერთი შავი 24 იყო და შევარდნაძეს ერთი გენერალი დაყო, მე გენერალი გახდა გვარი არმი და 78 წელს ერთი კაცი დაყობოდა დაცვათ. იმიტომ რომ ქვეყანა იყო დაცული. მოსკვიჩები არავის არ უნდა დაცვა. ნივები იდგა სპორტის სასახლეში, ნივა ზაპოროჟეცები. არ იყო. ნივები იდგა განვადებით.
არავინ არ ყიდულობდა. ყველას 03 06 07 06 03 ეს რიგით კოლმეურნეებზია საუბარი. ხო და ძმებო და მეგობრებო, მიხედეთ ხალხს და 100,000-იანი და 200,000-იანი მანქანით მინისტრის სიარული გაძვალტყავებულ ქვეყანაში და თან ქალს ამოდებულია ძაღლი და მე სამკაულები მიყვარს. გოს მოდით. ყველაფერს აქ თავის დასასრული. და მე აი ვისაც ახლა იჭერენ, ყველას პრობლემა ექნება ანალოგიური. ხო, ნუ აი მანქანებზე უბრალოდ ჩვენ საეთერო დრო ასეთი უნახაობა რა უბედურება. ინსაიდერულ ინფორმაციას გავაჟღერებ უბრალოდ, რომ ეს მანქანები ნუ გასაგებია რომ მაღალი კლასის მანქანებია, ძვირფასი მანქანებია, თუმცა აქ ხასიათი და მენტალობა იკვეთება კვლავ და აი ამ ინსაიდერული ინფორმაციის თანახმად თურმე იმიტომ ხდება ამ მანქანების შესყიდვა, რომ საგარეო ან სტუმრიანობა როდესაც არის. მინისტრები, ქვეყნის წარმომადგენლები რომ მოდიან, აი ეს ტრიპაჩობის მომენტი იყოს საქართველოში არანაკლები ვარ ვიდრე ისინი. ნამუშევარი მე სტრუქტურებში ყველა სამინისტროს ან თავრობის, იყო ადრე თავრობის ავტოფარეხი, გარაჟი. იქ იყო წარმომადგენლობით მანქანები იდგა, სტუმარი რო ჩამოდიოდა, ის მანქანა უნდა გასულიყო, 2-3 მანქანა იყო, იმითი ხვდებოდნენ სტუმარს, იმითი მოძრაობა არ იყო აუცილებელი. თქვენ გონიათ ახლა სტუმარი რო ჩამოდის, მინისტრი თავისი 200 თუ 300 ქვია ვერორკები ამ ტოიოტებში იმითი ხვდება, არაფერს შეგეშალოთ. იქ მაიბახები ყავთ კიდე გამოყოფილი. უნახაობა, ქაჯობა, ძმებო. როდესაც შენ 5-6-10,000 ლარი ხელფასი გაქვს და ეს იმიტომ კი არა რომ მე ესემი და თემურს ბატონ დავიც ეს ცუდად თავდება და ჩვენ ხედავთ კაცმა 30 ბაღი აიღო სარემონტოდ დაანგრია მიანგრია მოანგრია 20 მილიონი ლარი ჯიბეში ჩაიდო თითითის დადებული არ არის დღეს აღმოჩნდა დღეს აღმოაჩინეთ ხალხო რომ 5 წლის წინ აღებული ტენდერი არ შესრულდა და ტენდერები რომ ყოველ დღე იზრდება ფასები და ტენდერს ჩადებული 1 კვადრატული რო 4 ლარად არის შეფასებული ლესვა და რეალურად 12-13 ლარი ღირს და მე ყოველ 6 თვეში ერთხელ ხდება გადაფასება ეს ახლა ღმერთი რჯული ბიზნესში არ ყოფილა მაგრამ ხმები მოდის ხო ესე ჩვენი ბრალია თქვენივე გაფუჭებულის გასწორება დაიწყეთ კარგია რომ დაიწყეთ და მიიყვან მაგრამ ისე არ გაასწოროთ რომ ვინც აქამდე მოიყვანა ეს ხელისუფლება შარშანდელი უბედურებიდან გამომდინარე, ვინც გადაარჩინეს ხელისუფლება, იმათმა მომხრეებმა არ ჩათვალა, რომ აქ არ ფასდება ერთგულება. ეს სხვა საქმეა და სხვა დროს ვსაუბრობთ ამაზე. მე ბოდიში ალბათ შემდეგ გადაცემა უკვე გვექნება არჩევნების შემდეგ. მე მინდა მშვიდობა უსურვო ქვეყანას, ძალიან მძიმე არჩევნები გველის, ძალიან ასეთი ადგილობრივი არჩევნები მე პირადად არ მახსოვს. მშვიდობა მინდა უსურვო ხელისუფლებას, საქართველოს ხელისუფლებას, ოპოზიციას და მინდა ყველას ვთხოვო. ერთმანეთს გაუწიოთ ანგარიში. ამდენი თხრეფა უნდა დასრულდეს. ადამიან კანონი თუ არა ღმერთი დასჯის. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმრები იყვნენ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი და გენერალური მდივანი თემურ ფიფია. ჩვენ შევხვდებით ზეგ 16 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. გოლობთ. ნახვამდის.